დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეხლა მაქვს პირველი ჩართვა, შესაბამისად აგიხსნით თუ რა უნდა გავაკეთოთ დღეს. დღეს ავარჯიშებთ დუნდულების კუნთებს და საჯდომის კუნთებს, უნდა დავარტყათ მაქსიმალურად ამ ზონებს, ასე რომ ამყევით დავიწყოთ პირველ რიგში გახურებით. მე უკვე გახურებული ვარ, რომ თქვენთვის არ დავკარგოთ დრო ეთერში, პირდაპირ ეთერში, ასე რომ ასე თუ ისე ყველა მიცით თუ როგორ უნდა გავხურდეთ და დავიწყოთ პირდაპირ მძიმე ვარჯიშით საკმაოდ. ჰანტელები დავიჭიროთ ხელში, იმისთვის რომ უფრო მეტი სიმძიმე და ეფექტი მოვახდინოთ ჩვენ ორგანიზმზე და სხეულზე და დავიწყოთ წინ ვუქნით. გავაკეთოთ 12-12 თითო ფეხი. თუმცა ამ ჩართვაზე შევეცდები მოკლედ შინაარსით გავიაროთ, რომ შემდეგ ორ ჩართვაზე უფრო კარგად სიღრმისეულად და ერთიანად ვივარჯიშოთ. კარგად დაიჭირეთ თქვენი კუნთი, დააფიქსირეთ და ახლა გადავინაცვლოთ ხალიჩისკენ. როგორც უკვე გითხარით, დღევანდელ ჩართვებში კვირის ბოლოს ვავარჯიშებთ დუნდულების და საჯდომების კუნთებს. დავდგეთ 4-ზე. რა თქმა უნდა, ყველასთვის საყვარელი ზონა, ყველაზე მოდური და ყველაზე საფირმო დღესდღეობით ამ ეტაპზე. არ არსებობს ცნობილი ადამიანი, რომელიც კვირაში 3-ჯერ ან 4-ჯერ მაინც არ სტუმრობდეს სატრენაჟერო დარბაზს და არ უვიდეს საკუთარ სხეულს. აღარ არის საუბარი მასაჟზე და ანტიცელულიტურ პროცედურებზე. და რაც მთავარია, ყველა ცნობილი ადამიანი მისაბაძია იმით, რომ ისინი სწორად იკვებებიან. როგორც უკვე გითხარით, ამ ჩართვაში მოკლე შინაარს განახებთ იმისა, თუ რას ვაპირებთ დღეს დარჩენილ ორ ჩართვაზე და შემდეგ კარგად, მაქსიმალურად პროდუქტიულად გადავენაწილოთ ეს ყველაფერი იმისთვის, რომ დღეს ჩვენი საჯდომის კუნთები კარგად ვავარჯიშოთ. თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ ეს მოძრაობა თითოეული უნდა გავაკეთოთ 12-12. დავტვირთოთ მთლიანი ფეხით. თუმცა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მაინც ყველაზე დიდი ჯაფა უწევს საჯდომის კუნთს. რადგან მისი მეშვეობით ფეხს ჰაერში უწევთ 90 გრადუსით. ეს რამდენიმე მოძრაობა და მე გვპირდებით, რომ რამდენიმე წუთში ისევ დავბრუნდები და კვლავ ვივარჯიშებთ საჯდომის გალამაზებისთვის. დროებით. მოკლედ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ჩვენ წინა ჩართვაში უკვე ვნახეთ რამდენიმე ვარჯიში და მოძრაობა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ საჯდომს ძალიან ლამაზ გავხდით და უკეთეს ფორმებს შევძენთ, ასე რომ გავაგრძელებთ და მესამე ჩართვაში ბოლომდე შევკრათ ეს ყველაფერი. მაშინ ასე, რა თქმა უნდა, ჩაჯდომა, რომლის გარეშეც ეს ზონა არ დამუშავდება. თუმცა ოდნავ გავართულოთ, შეგიძლიათ ჰანტელიც მოიმარჯვოთ, მოდი მე ჰანტელით ვივარჯიშებ. თქვენთან ერთად შეგიძლიათ 1 ლიტრიანი ბოთლი წყლის, რომელსაც შემდეგ ვარჯიშის შემდეგ აუცილებლად დაალევთ და მიირთმევთ. 12-12 მარჯვნივ და მარცხნივაც. იმედია სწორად აკეთებთ ჩაჯდომას. მაქსიმალურად გაშალეთ ფეხი სადამდე შეგიძლიათ. ფეხის წვერები უნდა იყურებოდეს ოდნავ განზე და მუხლებიც, რა თქმა უნდა, მის პარალელურად ან ოდნავ შიგნით უნდა იხრებოდეს. კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, რომ კარგად ნახოთ როგორ ხდება ეს. შეგვიძლია ორი ჰანტელის მეშვეობით ჩაჯდომის დროს ჩვენი ბიცეპსიც ვამუშაოთ და ამით ორი ან რამდენიმე კურდღელი ერთად დავიჭიროთ. ეს რაც შეეხება გვერდებზე ჩაჯდომებს. სუსტად იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ უბრალოდ ვუქნი 10 ან 12 ცალი და გადავინაცვლოთ ხალიჩაზე, სადაც არანაკლებ ეფექტურ ვარჯიშებს გავაკეთებ. ეს არის მთლიანად ჰორიზონტალური მდგომარეობა უნდა მივიღოთ. ფეხები მოვზიდოთ ხელის თითებთან მაქსიმუმ და ავიზიდოთ ჰაერში. ეს არის ხიდი, მოძრაობა, რომლის მეშვეობითაც საჯდომის ზონა და დუნდულები საკმაოდ იჭიმება და სადამდეც შეძლებთ მაქსიმალურად აიწიეთ. გავაკეთოთ იგივე მოძრაობა. რა თქმა უნდა, მინიმუმ 12, უკვე საუბარი ზედმეტია ამაზე, რომ 12-ზე ნაკლები არ კეთდება არაფერი. ამ შემთხვევაში ქვედა პრესიც იტვირთება
დავუშვათ გავაკეთეთ 12. ამის შემდეგ გადავიდეთ შემდეგ მოძრაობაზე. ავიდეთ აერში, ფეხები ერთმანეთთან შევატყუყოთ მუხლებით და დავეშვათ. ავიდეთ, შევაერთოთ მუხლები, გავშალეთ ფეხი და ჩამოვიდეთ. იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ ზუსტად ერთი მოძრაობით პაუზების გარეშე. მე ვგრძნობ როგორ დაიტვირთა უკვე ჩემი საჯდომის კუნთები და წერტილოვნად ურტყავს ერთ ზონას. ამის შემდეგ ისევ გადავინაცვლოთ 4-ზე. 4-ზე და გავაკეთოთ სისარტყელა, რომ ბარზაყებიც კარგად ჩავრთოთ და წელიც ამ ყველაფერში. თორმეტი მარჯვნივ, 12 მარცხნივ. მოდით პროპორციულად და სიმეტრიულად გავაკეთოთ ორივე ფეხი. აუცილებლად რამდენსაც მარჯვენა ფეხით და ხელით ივარჯიშებთ, იმდენივე გავაკეთეთ მარცხენათი, რომ დაცული იყოს ყველა პარამეტრი და ყველა სიმეტრიულობა. მე რამდენიმე წუთში ისევ დავბრუნდები, რომ ეს ყველაფერი შევკრათ და თქვენ დავალებას გაძლევთ, რომ ამ ხრის განმავლობაში არ მოდუნდეთ, დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი და ივარჯიშეთ, არ მოადუნოთ თქვენი კუნთები დროებით.